1492 წლის აგვისტოს ესპანეთის საპორტო ქალაქ პალოსიდან უცნობი დასავლეთისკენ კურსი აიღო სამმა კარაველამ, რათა აღმოეჩინათ უმოკლესი გზა ევროპიდან ინდოეთისკენ. ამ საზღვაო ექსპედიციას მეთაურობდა ქრისტეფორე კოლუმბი. მოგზაურობა 2 თვესა და 8 დღეს გაგრძელდა. 79 დღეს, როცა 1492 წლის 11 ოქტომბრის ღამე, 12 ოქტომბრის დილამ შეცვალა, კარაველა სანტა-მარიას მორიგე მეზღვაურმა ესპანურ ენაზე დაიღრიალა. იწა! დავშვით იარდნები, ნავები წყალზე! შემთხვევისათვის ესპანურად დაიყვირა კომანდორმა. მოულოდნელად მოისმა პასუხი უცხო ენაზე. მოგავით! Salud, amigos. Salud. Sangue marjor. Amajor, შემობათ. Amajor. უპასუხეს უცხოელებმა ესპანელებს და თითქოს აქ არაფერიაო, დაწყებული საქმე განაგრძეს. Titligadები კიდე დადევენ ერთმანეთს. მიეცი ბიჭუნას პური. აჰა, დაიჭი. ინდოელები. არა ბატონო. ეგენი ინდოელები კი არა, ინდიელები გახლავართ. ეს ხომ ინდოეთია? ინდოეთია? არა გენაცვალე. ეს ამერიკა. ეს ინდოეთია. გადაუგერებელი ყოფილ ხარ შენაგათო. იქნება პურის ხვას მასწავლო. შენ თვითონ ვინახარ? ჰა? მე ქრისტეფორე კოლუმბი ვარ. თქვენ ვინახარ? ჩვენ რაჭველები გახლავართ, ჩემო ბატონო. ეს რომანოზია. ეს მარკოზი. ეს დათუნიკა. გახლავართ ბატონო. მე კიდე თქვენს კარგად მოგეხსენებათ. ვიკენდი გახლავართ, ჩემო ბატონო. 4-ვენი რაჭველები ვართ. რაჭველები? ო, ონიდან შეგა. კოლუმბი ჩაფიქრდა ღრმად. მერე კი სახე გაუნათდა და წამოიძახა. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში!
რაჭა საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხე მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. კავკასიონის ქედსა ჩრდილოეთიდან და სვანეთს, იმერეთს და სამხრეთ ოსეთს შორის დანარჩენი სამი მხრიდან. რაჭა მთიანი ქვეყანაა. ზემო და ქვემო რაჭა. სწორია მეგობრის შენიშვნა. მართლაც რაჭა იყოფა ზემო და ქვემო რაჭად. ზემო რაჭაში მთები უფრო მაღალია, ვიდრე ქვემო რაჭაში. ამაში თქვენს ადვილად დარწმუნდებით თუ ყურადღებით დააკვირდებით რელიეფს. მაყურებელს შეუძლია დარწმუნდეს რაჭის მშვენიერებაში. მთების გარდა აქ ბევრია სუფთა ჰაერი. ჩვენს დროში ეს ხომ სიმდიდრეა. ნახეთ. აქ ბევრია თვალწარმტაცი ხეობები, ტყეები, სწრაფი მდინარეები, ისეთი კამკამა წმინდა წყლით, რომ დაჯერებაც ძნელია. ალპიური მინდვრები, წყაროები, ჩანჩქერები და სამკურნალო მინერალური წყლები. ერთ რამეში არ გამომართლათ მხოლოდ რაჭველებს. აქ ძალიან ცოტაა სახნავი მიწა. რადგან მიწა ცოტაა, რაჭველები ერთადერთნი ქართველთაგან ძველი დროიდან სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე მიემგზავრებოდნენ საშოვარს. ამიტომ იყო, რომ ამერიკაშიც ესპანელებზე ადრე აღმოჩნდნენ და სარწმუნო წყაროების მიხედვით თვით ქრისტეფორე კოლუმბს შოთის პურებით მიეგებდნენ. მათ ეს ისტორიული ფაქტი ფოტოზე აღბეჭდეს და შთამომავლობას შემოუნახეს. რაჭველები პრაქტიკული ხალხია, მაგრამ არც იმდენად, რომ უცხო მხარეს ფეხის მოკიდება შეიძლებოდა და და ღმერთმა დაგვიფაროს გამდიდრებულიყვნენ კიდეც. ასე რომ, მათ დიდი ხანია მიატოვეს შორეული ქვეყნები, ცხოვრობენ ახლა საქართველოს დიდ ქალაქებში და მისტირიან რაჭას. თუ წინათ რაჭველები კარგ დურგლებად, ზარეულებად, ხაბაზებად და მწირთავებად ითვლებოდნენ, ახლა მათ შორის იმდენი მეცნიერია, რომ სურვილისამებრ შეიძლება გაიხსნას რაჭის მეცნიერებათა აკადემია. 18 აკადემიკოსი, 72 მეცნიერებათა დოქტორი, 232 კანდიდატი, გეოლოგები, ენათმეცნიერები, ფიზიკოსები, აგრონომები, მათემატიკოსები, ექიმები, მსახიობები, რეჟისორები, ფეხბურთელები, 2 მეხანძრე და ერთი სასტრაფო დახმარების მძღოლი. თუმცა ავიანები ამბობენ, რომ დედა იმერელი ჰყავსო. ვახუშტი ბატონიშვილი. ნახოთ რას წერს რაჭველებზე ვახუშტი ბატონიშვილი. მე-18 საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, გეოგრაფი და რუკების შემდგენელი. რაჭა კაცნი ტანოვანი, ხნენი, ბრძოლასა შემართებულნი, ძლიერნი, უსაქციელო ქალნი მშვენიერნი, მქცევნი და მეორნენი. გმადლობთ. არა. ნახვამდის. რაჭველები მღერიან. ამ სიმღერას მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით. იქნებ ბოლოს და ბოლოს ფილმის დასასრულამდე გავარკვიოთ, რა დაუბარა რაჭველებს წერეთელმა. გავიდეთ გარეთ. შეხედეთ? ნამდვილი რაჭველი. ასე მხოლოდ რაჭველ კაცს შეუძლია, სხვას არ არის. მეგობარო, ბოდიშს გიხდით რომ გაწუხებთ. ხომ ვერ გვეტყვით, რაზე ფიქრობთ?
17. გასაგებია. 17. მადლობთ. რა 17? ვერ გავიგე? უნდა ვკითხო. მაპატიეთ, რას ნიშნავს ეს მაგიური რიცხვი 17? ხო ვერ მეტყვით, გეთაყვა. 18. არა! 18. არა, ძმაო, ეს რაჭველი არ იყო, არა! აი ესენი კი ნამდვილი რაჭველები არიან. სიდარბაისლით, სიდინჯით, სიკეთით, პატიოსნებით გამორჩეული ხალხი. საწყენია, მაგრამ იყო დრო, როცა რაჭველებს მოგრძალებით რომ ვთქვათ, დინჯად მოაზროვნე ხალხად თვლიდნენ. მათ უამრავ წყვილს უგორნებდნენ დაახლოებით ასეთი ხასიათისას. ეს მოხდა ძველად, 100, 200, 300 წლის წინ. აი ამ მოედანზე სიკვდილ მიჯილები გამოიყვანეს. სიცოცხლე შეუნარჩუნებ იმას, ვინც რაჭვას გააცინებს. მეგრელი! ყველაზე თითო ხანწიფავ. აფრიკაში შემენადირების ერთი სამაგალითო ისტორია რომ მოგიყვეთ. თუ შეიძლება. მე დაგენიდი მე მაგ ფენ სამათიანებს. რატომ გინდა ბიჭო ჩემი სიკვდილი იმენ დამაით. ერთი ტყუიად მაინც გეცილა ბიჭო. შევედით კაში და ხედა. რაკადი. იმერელი! ჰაი! ჰაპ! 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 ახალი!
რამ გაგაცინავ ჩემო მარკოს? მეგრელის მონახულმა ნადირობა. ამ თემაზე თანამედროვე ანეკდოტების ბევრია. აი რამდენიმე მათგანი. სალარი. რასეძებ? რა ჭვილები? მადარები. რომელი მატარებელი გინდა? რიონის. ოსი ზოთია რაც თავიდა მატარებელი ოსი ზოთია. წასულა. ხედავ ვიგენდი. კიდე კარგი ვირბინე თორემ მთელი საათი დავიგვიანებდით. გადახტენ. 10-მდე დაითვლი. ამას გამოკაჭავ. პარაშუტი გაიხსნება, გაიგე? რა არის ა გაუგებარი? დაითვლი 10-მდე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გამოკაჩე, გაიხსნა, გაიგე? აბა წავედით. აბა წავედით. ხომგახსოვ. ერთი. ათი. აბატონო. მარგოზა, რა თუ იცი? მიდი კაცო. აუცი ბიჭო ცოტა ზეით. აბი. მარგოზა, მიდი. კაცერდი ერთი წუთი შეკაცო. მარგოზა. რა იყო? რაღაცა მინდა გითხრა კაცო. რა დროს ლაპარაკია შეკაცო? მარკოზა, რატო გაჩერდი? რაღაც მინდო და მეთქვა. მიდი. აუცი. მოიცადე შეკაცო, ერთი წუთი არ შეგიძლია რომ მომის მინო შეკაცო. ათი და მე ვილაპარაკოთ.
ჩანდარი. ამოვედის. დადგი მეშვიდია. აღარა გინდოდა გეთქვა, გისმენ ახლა, ვიკენდი. რადა სადარბაზო შეგვეშალა ხო იცი? ყველა ანეკდოტი რაჭველებზე აგებულია მათ გულუბრყვილობასა და სიდინჯეზე. ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმდით. დიახ, ჩვენ რაჭველები ამას არ ვეთანხმდით. საწინააღმდეგო მოსაზრების დასამტკიცებლად რაჭველებმა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მარათონულ სირბილში აბიბო სირბილაძის წინააღმდეგ გამოიყვანეს სპორტ საზოგადოება პიშჩევიკის ნაკრების წევრი. პირველი თანრიგის შეფმზარეული აფრასიონ მალაქიაძე რაჭველიშვილი. ჩვენ ვესწრებით საუკუნის ამ სუპერმარათონის სტარტს, რომელიც იწყება აქ ჩვენთან რაჭაში, ქალაქ ონში, მოედანზე, მდინარე რიონზე გადებულ ხიდთან. სტარტზე. ორანზადენ. ურანდღება. Რაღაც უცდი. ელაი ბილიარდეირა. ხანავფლიანი. არაჩქარე. აბა. ყვილად წამოვისხეთ ამგვარი რამე. არაა ჩვენი საქმე სირბილში გაჯიბრება. ითომ რატომ არ არის ჩვენი საქმე? არის აგი. უდამდო. ვაი. საით გარბი ხართ რაჭველებო? მოგდან კაც. ვერ ახედავ. რას გარბი ხართ თქვენ ამდენი ხართ? ეგენი კი ორნი. ჩვენ გვარ ვიცით რომელს მოგდებს თუ არა? არავინ იფიქროს რომ რაჭველები შიშმა გააქცია. სულაც არა, გაურკვევლობა. რომ სწოდოდათ რას ერჩევდნენ დევრები, ან რომელთან ჰქონდათ საქმე. ის ერთი დაელოდებოდა და გაუსწორდებოდა. გავიხსენოთ როგორ მოექცა ყაჩაღებს მარკოზის ბაბუა, ისიც მარკოზი. მაიტა ხურჯინი. ხურჯინი. მოვეცი ხა მაი ხურჯინი გეუბნები. მაიტა. აუსი აქედან და კრინტიასა დაზრათოლე თავს, წირში მოგაჭრი. ამისმინეთ ჩვენი ჯირიმი. გამეხმარე. ასე როგორ გამოყო თავის სოფელ ქვეყანაში. ერთ-ერთ ჩოხის კალთა გამოიხრიტეთ წვი.
წყებსაც შევაშინებ და სახშიც თავს გავემართლებ, შევეწინააღმდეგე თქვა. მესროლე შენი ჯირი. მესროლე? ერთუნა კიდე მესროლე. მედი შეძარეკე. ახლა არქიტა გვეცა. გაგაბრიყო, დაბალ კატენო უნდა. დიდხან უნდა გატენა. დიდხან დიდხან აი აბა დასკიდე ახლა. რას? აი, ხელი შევირო მეთქი და აი. აი ხომ ხედავთ რომ გამბედაობას ყოფნით რაჭველებს და ეშმაკობაც. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს რეპორტაჟს. შეჯიბრის დაწყებიდან 2 დღე გავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა აფროსიო რაჭველიშვილი. გადავგრია სიზმრებმა. გამარჯობა. დაშვებით როგორ ახლა? შენ როგორ ახლა? რა არის შედარბი ვარ და. როგორ წააგავს მისი სირბილის რიტმის სიმღერას, ადრე რომ მოვისმინე. დაუგდეთ ყური? მე მგონია რაჭველების მომღერალთა გუნდი ჯერ არ გაჩერებულა. სიმღერის სიტყვები იგივეა. იდუმალი, მრავლის მთქმელი. რამდენიმე სიტყვა საჭმელზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაჭველები საუკეთესო კულინარები, მზარეულები, კონდიტრები და ხაბაზები არიან. ადრე უმაღლესი კლასის ყველა ღირსეული რესტორნის მზარეული რაჭველი უნდა ყოფილიყო. დღესაც მომსახურეობის სფეროს გვარდიას ძველებურად რაჭველები შეადგენენ. საჩივრის წიგნი მომეცია მხანაგო. რა გინდა საჩივრის წიგნი ოქრო? და გუშინ თქვენთან კატლეტი ვჭამე. მე ფული დღესაც გინდა რომ გაიხადო. ეტევი ხადო კი არა ის არ გინდა. კატლეტი ვჭამე და მოვიწამლე. 20 დღეს საჩივრის წიგნში უნდა ჩავდე რომ მომხმარებელს დამპალ ხორცს აჭმევთ. შენ თუ ინტრიგანი არა ხარ. ჩვენ კატლეტში ხორცს რა უნდა? ბოდიში. აბა მარკოზა. ერთი ეს მითხარი, რა სიზამ ტყეში დათვირო შეგვ აქედან თუ იქიდან? შენთვის რა მნიშვნელობა? იქიდან.
თობს ვესრიში კაცო. რომელ თობს? სანადირო თობს, ტულკას. თოფი თუ არა გაქვს? ნაჯახს ჩავარ ტყამში თავში. ნაჯახი თუ არ გექნა? ნაჯახით არა მაქვს. ფიცალზე წამოვაგე. ფიცალიც თუ არ დაგირჩა? მაშინ ხანჯალ შავცემში გულში. ხანჯალით თუ სახში დაგჭა? სახში დამჩა. არ წამამიღია. არ წამოგიღია. მაშინ გავიქცევი, აბა რა ვქნა. რო ვერ გაასწრო? ხეზე აუძვრები. ხე თუ არ არის ახლო მახლო? რა დაიდგა ბიჭები და ერი ხე არ არის. შენ არ იცი თუ არა არის ასეთი ტყეები, უხეო. ყველა თქვენ ჩემი ნათესავები ხართ თუ დათვის კაცო. გამარჯო. დამისხი ერთი ჭიქა ბძე. მჟავე კიტრი. Okay. რომანოზა! ეს რა ვნახე, კაცო? რომანოზა! რა გამე? ბიჭო, კაცი შემოვიდა ბუფეტში, რძედალია და მჟავე კიტრი არ მიაყოლა. გასაბაროკო, არ დავიჯერე მაგას. მართლაც გაუგონარი შემთხვევაა. მაგრამ უფრო უცნაური ამბებიც ხდება. შეხედეთ? საიდან როდის განაირად მოახერხა აფრასიონმა შვენიერი დესპინეს გაცნობა. გაცნობა კი არა, ცოლად მოყვანა. ოჩახ აფრასიონ. გილსად. ოჩახ აფრასიონ. ოჩახ. თუმცა სირბილაძეს ჩამორჩა დაახლოებით სად არის ახლა ჩვენი ჩემპიონი? გულში ჩასახუტებელო რანული, ჩემო ხატო, ჩემო სისხლო რანული, აურა ფერგა მიჭირდა რანული, უშენობით ქუთაისო რანული, რანული, უშენობით ქუთაისო რანული, 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 უშენობით ქუთაისო რანული. შეიძლება დამავიწყდეს რანული, ქუთაისო გეკითხები რანული, ბაგრატი და საფიჩხია რანული, რიონი და თეთრი ქვები რანული,
რადუნი რადუნი რიონი და თეთრი ქვები რადუნი 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 სავარდო და სამაისო რადუნი რატომოცა ჩემპიონს სრული უფლება აქვს არა გეგმიური, მაგრამ აქტიური დასვენებისა. რადგან მან აფრასიონს გაუსწრო დაახლოებით Московское время 10 часов. ჩემი საათი რაჭულად ამუშავდა. დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მთებში. გამარჯობა ვიგენი. გამარჯობა. სამუშაოზე რა დაგვიანე რომანოს? ო, აღვიძარა გამიმფუჭდა. რა სამ. აბა. სანდრიგა. რაშო? რადე მართა შეგაც? არ დადის და არ დრეკავს. აბა. დიდი ხანია. არა. ორი წელი დადი იქნება ასე. მე რაღაც ვწდი შეგაცვა, ხელოსანს დავუყრე. ეს რაღაცა, სარისკო საქმეა, სულ რო გამიფუჭოს. ვიგენდი, რომელი საათია თუ გაცხრა? ეხლა აბაგუში. ო, მოიცერთი. ნახე ერთი თუ გაცხრა. ნახო ერთი. 15 უგლია. აი. გასოგლია 15 ბიჭო. ჰა. კაცო, პატარა ისარი არა აქვს, რას მიჩერები ხარ? არა. მე რა? შენ პატრონს. მარგოზა. რა დროა ახლა? ახლა დასწენების დროა. ორაც ხელა. რას დღე თუ იცი მარგოზა? 44 შეგვიძლია ვერ ახედა. აჯექი შენ. ო. მერე მიწას სადაკრე. მიწა ეგერ გამაქვს მდინარის ნაპირზე და იქავა. ო, ესო შორ. აბა რა უყო შეგა. რა უყო და აქან ამოთხარე მეორე ორმო. ეს მიწა შიჭაყარე. რა გაგეგვირდა? სასარგებლო და საქმიანი რჩევა. ადამიანები უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. გავუზიაროთ გამოცდილება. რაჭველებს, როგორც სხვა ღირსეულ მამულიშვილებს, უყვართ ახლობლების დახმარება, კეთილი რჩევა და რიგებით. მიშველი ბიჭო, მიშველი. ათუნიკა ბიჭო, ნუ გაშინია, ჩამოხტი. რომელი ხარ ბიჭო? ვერ გადმოვხტები ბიჭო, ვერა. რა ბიჭო, მიშველი და. აი, ვერ ჩამოხტი. გადმოხტი. ვერა ბიჭო, ვერა. გადმოხტი, დაბა. ბიჭო, კიბე მომიტანე, ათუნიკა. რეი. უიმე კიბე გვერდს მიდე შეგაძო. გვეგმოწდება აკა. ვერ ჩამოდის დაბლა ხომ? ვერა. მოიტანე თოგი. ახლა. თოგი? ჰა. თოგი. ეს პრობლემა ახლა.
რა თქმა იმას თოგი. მოიცა კაცო შენ. რა მოგივიდა კაცო? აბა როგორ გინდა ჩამოიყვანო დაბლა? ესროლე. ხეზე ნუახვევ, ხეზე! აი, ხეზე მოიხვიე, ხეზე! ხეზე, მაგრამ რა გამოა? ახლა მაგრად ჩაეჭიდე მაკტოქს, მაგრად! შენ კიდე დაკაჩე! მოიცა მარკოზა შეგადო, მოიცა, მაგრად კი არა მაგ ხელი მოგიდებული, რა გეჩქარე. მოიცა. ერთი. ორი. მოიცა მარკოზა! აი, რას მერჩოდი თქვენ კაი ხალხო? ვერ ვიჯექი ჩემ თვირიქანა, ა? რატომ მოიტანე თოგვი? ეს არის ბიჭო ჩამოყვანა. რა ვიცი კაცო ამას წინებზე მურმანა ჩაგვივარ და ჭაში და ამნაირად ამოვათრიეთ თოგით. ჰა? ამ დროს კი აბიბო სირბილაძე ამაყად განაგრძობს თავის ტრიუმფალურ რბოლას. მას ტაშს უკრავენ თითქმის მთელი მსოფლიოს დიდი ქალაქების შვიდობიანი მოქალაქეები. გამარჯობა. როდი საიდან როგორ? ნუ თუ უკვე 9 თვე გავიდა. დაუჯერებელია. და ეს ყველაფერი მოხდა გაუჩერებლად. აფრასიონსა და დესპინეს ხომ ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ სირბილი. ახლა კი ამ ურთულეს სუპერმარათონში მთელი ოჯახი მონაწილეობს. გაჭველი შვილების სამეული, წავედით. რომლებიც უკვე დიდ ინდუსტრიულ ქალაქებს უახლოვდებიან. ჩამოვიდნენ ერთხელ რაჭველები დიდ ქალაქში ნათესავის დასაფლავებაზე. აბა, საბოშო. წავედით ახლა. წავედ. მოიცა, სად მივდივართ ახლა ჩვენ? რა ვარიცი რა სიგულის პინჩა მოხედი კაცო. სადადა საწოდავი მინა გორდეზიანის პანაშვით. დავიდეთ აბა. დავიდეთ მარა. რა მარა შეგა? რა მივდივარ, სად მივდივარ? მისამართი თუ იცით რომელი? რა მისამართი არის კაცო? არ ვიცი. არ ვიცი. არავინ არ იცით მისამართი? არ ვიცი. არ ვიცი კაცო. სოფელში ჩვენებს ეწონებათ მისამართი. ამ აღმოჩენამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მართალი არის ეს ბოშვი. მართალია. მაგრამ ჩვენ რა გვიშვედება ახლა? სოფელში გავაგზავნოთ, დეპეშანა შევეკითხოთ. გამარჯობა. რაჭა. სოფელი ჭიორა. ჯემალ გაგნიძეს. იცი თუ არა უბედური მინა გორდეზიანის მისამართი. შეგვატყობინეთ სასწრაფო. სადგურის მოედნის ფოსტაზე მოკითხვამდე. თანასოფლელთა სახელითა და დავალებით ბიკეტი. წეთი. დაწერილი გაქვს დეპეშა? მაქვს. დრო გადიოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სცენარეებიც კი ეგუებიან ახალგარემოს. ასიმილაციის დიადი თვისებით ხასიათდებიან ადამიანებიც. რაჭველების ნელ-ნელა გათამავდნენ და რამდენიმე საათის შემდეგ მათ უკვე მოედნის სხვადასხვა კუთხეში ნახავდა კაცი.
გიძია ბიკენს. რომელი ტრანსპორტია ყველა ეს რა? ტროლეიბუსი. რატო კაცო? დამული თვასე გარბის ბოშო რო უშვარასის. შეხედე. გაიგე. ვერ მიმასწავლე რომელი ტროლეიბუსი მიდის საფურთალოზე? მე-12. მადლობთ ოქრო, მადლობ. არაფერს. მოქალაქე, რას უწევ? ტროლეიბუს. მე-12, 7 უკვე გეიარა. აი 8. გააგრძელე, მოვა. 9. შეღამებულზე როგორც იქნა მოვიდა პასუხი რაჭიდან. მარკოზა. მოვიდა პასუხი სოფლიდან. შენ აღმერთმა. Министерство связи СССР телеграмма куда кому სადგურის ფოსტა მოკითხვამდე ვიკენდი გაგნიძეს. შენი ყოფილა ბიჭო? ჩემი ყოფილა. შეკითხვაზე ვიცი თუ არა განსვენებული მინა გორდეზიანის მისამართი პასუხობთ ვიცი თანასოფლელთა სახელი ჯემალ გაგნიძე. წავიდეთ აბა. წავედ. საით გაგიწევიათ მოკეთეებო? მისამართი თუ იცით? ჯემალ გაგნიძე ვიცის. რაჭაში. სტარტის დღიდან რამდენიმე წელიწადი და 2 თვე გავიდა. უნდა აღვნიშნოთ რაჭველები კარგი მორბენალი ხალხი მატარებელთაც მარჯვედ დადიან. ჩვენ ვიცით მატარებელთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი რაჭველებზე. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. 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 გაუმარჯოს. სალამი. შორს მიბრძანდებით ბატონო. მე ქუთაისში პატივცემულო. ჩვენ ზელავში. რა? გინდა რა? მე ძალიან სწორი გზა მაქვს განაცვალა. ხარკოვში მივდივარ საქმეზე. ეს როგორ გაცა? ხედავ შენა. ზედათარო ქუთაისში მიდის. ქვედა თელავში. ეს აგიდება ხარკოვში. ხედავ სადამდე წავიდა ტექნიკა. აბა, თქვენ საით მიდიხართ რო? რაჭაში. მარკოს, გამარჯობა. ой, ჩინცოდიცავსე. ой. გადაგემართა მარკოზა. ზედათ არ მევიწექი ბიჭო, რამდენჯერ წამეძინა, იმდენჯერ გადმოვარდი. მერე გაგეცვალა ვინმესთვის ადგილი შეგასო. ვისთვის გაგეცვალა, არავინ არ იყო მატარებელში და.
სასაცილოა რა. მე კი მგონია მარკოზი სწორია. სხვაგან რომ დაწოლილიყო, ხომ შეიძლება ბილეთი ამ გზავს გაეღვიძებინა. დაფიქრდით? თქვენი ფიქრეთ, მე კი ისევ ჩვენს მარათონელებს დავუბრუნდები. ჩემპიონი კი მიხვება ჩრდილოეთ განედის მე-20 პარალელს. საჰარის ტრამალები. მარათონისტვის ძალზე ძნელი, უმძიმესი პირობები. არც ჩრდილი, არც წყალი. გავიხსენოთ რაჭა. რამდენი წყალია რაჭაში? ნებისმიერი წყალი. მინერალური, წყაროს წყალი, მჟავე წყალი, მდინარის წყალი. ტყუილად კი არ ამბობენ გასაცდელი ჟამს რაჭველი ქალები. რა ვქნა, რა წყალში გადავარდეო. აქ იმდენია წყალი. ისე დიდი არჩევანი. ეს რა არის? რა ხმაურია? აკლემების ქარავანია თუ მარტორქების ჯოგი? ვარ დაიღალეთ. არა, აფრესიან საყვარე. ჩემპიონს უჭირს, ჩემპიონს ესმის ავის მაუწყებელი ნაბიჯების ხმა. მაინც ვინ გაიმარჯვებს? ის რაც წინათ იოლად ჩამდა, ახალსადაოდ იქცა. სირბილაძე თუ აფრასიონი თავისი ოჯახი თუ? აფრასიონი თუ სირბილაძე? აქ უკვე ნიძლავი და კამათი შეიძლება. რაჭველებს კი უყვარს კამათი. მათ იციან ნიძლავისა და კამათის ფასი. გამარჯობა რომეროშენი. შეგოს გავამარჯვე. მოდი, გამოთარა უთხრათ ნიძლავზე მე და შენ ერთმანეთს, არ მინდა. რატომ? იოსან მომიგები ვიცი. შენი მარეთი ჩემი თუ მani. დაჯექ. აბა რა არის? თხაში შებრინდა და შავი იყო. შავი იყო? შავი თუ იყო, გამეჩი იქნებოდა. წალგე. შაშვი იყო. გამეჩი როდის იყო როფერდა კომიშვარა. ხო გითხარით უკვე დავაგებ მეთქი არა. ახლა შეთქვი, შენი რიგია წესით? ჩემი. კედელზე 3 ფეხით შევედ და 4-ით გამოვედ. ნეტა რა უნდა იყოს? სამი ფეხით შეხვედი და 4-ით გამოხვედი გაზო? მემგონი. სამი ფეხით შეხვედი, 4-ით? კი მაგრამ მე 4 ფეხის დაიდება შედო? საქმეს მაგაშია რა. 4, 3 ფეხი. ეს ის არის ბიჭო ის. არა, ზღვარ. არა. გასტა თავი. კაია ბაზავაგე. გამოვში. აშე თუმანი. როგორ მითხარი თუ კაცი ხარ? რა არის ეს? ჟერმანეთ, შენ გეკუთვნის. ვერც მე გამევიცანი. როგორ გასო? რა ვარ და 4 ფეხით როხა კი არა ვარ დეგალდა. ვაუ! ფინიშამდე 2 კილომეტრი დარჩა. რა შეაფრასიონი საიდუმლოება, როგორ შეძნე ოჯახის შექმნასთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნება. როგორ გაანაწილა თავისი ძალა ამ სუპერმარათონის განმავლობაში. მასვე მიმართოთ ამ შეკითხვით. იერ არ დამთავრებულა. აბა, მომღებით. არ მიკვირს პასუხი რომ ვერ მივიღე. წინდა ხედულობა და სიფრთხილით მიდგომა დაკისრებული საქმისადმი ყოველთვის გამოარჩევდა რაჭველ კაცს. ხა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 ხak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 
რომელი სოკოა? ნიყვია. ნიყვია, ღვერთების საჭმელი. შენ თუ ჭამე. არა. ხოდა ჯერ შენ გასინჯე. მე ვერ გავბედა მოქროება. მართალი. რა მართალი კაცო. რა და სოკოა. იღებო. ჯერ ამას ხო არ გავასინჯოთ. მივტანე ბიკენდი სოკო.
კიდე ბოშო. ნახე ერთი რა მოუვა. იქით. ერთ საათს ელოდნენ რაჭველები, 2-ს. არ ჩანს ბიკენტი. ბოლოს მარკოზმა ამოიოხრა და ერთი მაგი დედაცავადირე, რაც იქნება, იქნება. გეფიცები ასე იყო თქვა, ქვერავა შეგათ. საიდან მოიგონა ხოლმე ახლა მაგას? თუ საიდან გიარა ნაჯახი უთხრი შეიბანჯგულიან თავში. ბიკენტი რა არის ძაღლუკა? მოკვდა ძაღლუკა. არაფერი გამოდის და რა დაიღო. არაფერი გამოდის. როგორ დაიღო? რაშები რომანოზა? შენ გინდა რომ მოიწამლო ბიჭო? ვიწამ რატომ უნდა მოვიწამლო? ძაღლუკა რომ მოკვდა? კი, მოკვდა უბედური. მანქანა დაეჯახა. მანქანა? კი. მანქანა? ხო. დაძაბულმა მოლოდინმა აპოგიას მიაღწია, აი საცაა დამთავრდება საუკუნის სუპერმარათონი. დამთავრდება იქ, სადაც დაიწყო ჩვენთან ქალაქ ონში. რა მოუვიდა, რა შვება? როგორ თუ რა ასა? ეს ახლა ნერვიულობ დასაშვება. ფინიშამდე 20 მეტრი გადარჩა. დიახ. მთელი ძალები ამოწურა აბიბო. მაგრამ ეს ახტება. აჰა, რაჭველი მაინც რაჭველად რჩება. ის არასოდეს კარგავს იუმორის გრძნობას. ათაშორის ეს სასაცილო ისტორიების თავის თავზე მოიგონეს თვითონ რაჭველებმა და არავინ სხვა. დაიმახსოვრე თვითონ რაჭველებმა. დიახ, ესაა ჭეშმარიტი კეთილშობილება. მათ პირველი და მეორე ადგილები გაიყოს, ოქროთსა და ვერცხლისა და ოქროთს. აფრასიონი მოიქცა ისე, როგორც ნამდვილ რაჭველ სპორტსმენს შეეფერება. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სუპერმარათონში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება. სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, იმარჯვებს სიყვარული, სიკეთე, მეგობრობა. აი საიდუმლოს ამოხსნაც. აი პასუხი. ჩემთვის ახლა კი ცხადზე ცხადია, რომ წინაპრებმა და მათ შორის წერეთელმაც რაჭველებს დაუბარა იყვნენ კეთილნი, შრომის მოყვარენი, მებრძოლნი, მიზანსწრაფულნი და გონიერნი. Privé,
რაც შეეხება სისწრაფეს. ნუ დაუჯერებთ ამ ანეკდოტებს რაჭველებზე. ხომ დარწმუნდით, რომ გამარჯვება მხოლოდ სისწრაფეს არ მოაქვს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს ხანდახან. ჩვენი ცხოვრება ხომ მარათონია და არა სპრინტი. ახლა კი დროა გითხრათ ერთი ჩვენებური ანდაზზე. რაჭველებს დიდხანს რომ უყურო, თვითონაც გარაჭველდებიო. ასე რომ თქვენც, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ცოტათი გარაჭველდით.